საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური სერიალის ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიების პირველი ფილმის მეოთხე ნაწილის პრინცი ნიკოლას ჩხოტუა პრემიერა გაიმართა. ფილმი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნატო მარშანიას ისტორიული ნაშრომის აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში მიხედვით შექმნა. ნამუშევარი მაყურებელს აცნობს აქამდე ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს აფხაზი არისტოკრატების, შერვაშიძეების, ემხوارების, მარშანიების, ანჩაბაძეების, მარღანიებისა და ჩხოტუების ცხოვრებიდან და იმ გზებიდან, რომლებმაც ისინი იძულებით სამშობლოდან გააშორა. წიგნი ჯერ გამოვიდა ქართულ-რუსული ვერსია, მერე ინგლისური ვერსია გამოვიდა. ამის შემდეგ წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და ვიფიქრე, მოდი ვაჩვენებ დოკუმენტურ ფილმ სტუდიას და მოვედი პირველ არხზე. შევთავაზე ამ დოკუმენტური ფილმის გადაღება. შეიქმნა ასეთი იდეა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა 3 თუ 4 წელიწადი მუშაობდით ეს პროცესი ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან სასიხარულო და საპატივცემლო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ ძალიან პოპულარული გახდა ფილმი, როგორც კი გავიდა ეთერში და დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება მაყურებლის და მომდევნო სერიები იქნება არა ჩხოტუებზე, არამედ შერვაშიძეებზე. ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ნიკოლოს და ჩარლზ ჩხოტუების ოჯახური არქივი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ძველი ფოტოები, წერილები და ყოველდღიური ჩანაწერები მაყურებელს მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს არ ახსენებს, არამედ ადამიანურ განცდებსაც უბრუნებს. თუ როგორ ინახავდა თითოეული ოჯახი საკუთარ წარსულს, ღირსებასა და მეხსიერებას უცხო გარემოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის გააზრებას. მე გულისხმობ ნიკოლოს და ჩარლზ ჩხოტუების მოღვაწეობას, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეიძლება იყო სოფლიო მოქალაქე და ამავდროულად დარჩა ქართველად. ბევრი და საინტერესო მასალებია, რომელიც ამ ფილმში არის გამოყენებული და საკმაოდ ყურებადი და საინტერესო ფილმი არის. პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა. მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ფილმის შექმნაზე აფხაზეთის მთავრობის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთობლივი ნამუშევარი პროექტი, რომელიც შიც ასახულია აფხაზი არისტოკრატების ფრაგმენტები და ცხოვრებისეული მომენტები, რომელიც ხელს უწყობს მომავალ რათა მათი ცნობიერება ამაღლდეს და იცოდნენ თუ რა ისტორიის მატარებლები იყვნენ. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მაქსიმალურად ჩართული იყო მსგავსი პროექტის განხორციელებაში. ვისაც თალბატონი ნატო მარშანიას წიგნი უნახავს, წაკითხვაც არ არის საჭირო, უბრალოდ თუ გადაუფურცლავს, აუცილებლად ნახავდე მარაჩვეულებრივ სახეებს, არისტოკრატიზმით, კულტურით გამორჩეულ სახეებს. ჩვენი საერთო წინაპრების, ჩვენი და აფხაზების, რომლებიც არიან საამაყონი, რომლებმაც ამ პატარა კავკასიური ქვეყნის ამბავი გაიტანეს, ესე უბრალო ემიგრანტები არ იყვნენ და დაამშვენეს იქაური ქვეყნების კულტურა. ამაში მონაწილეობის არ მიიღება, არც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეეძლო, არც ბიბლიოთეკას ეროვნულს და მით უმეტეს აფხაზეთის მთავრობას და ეს კოოპერაცია შედგა და ეხლა კიდევ გრძელდება მასზე მუშაობა. ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიების დოკუმენტური სერიალის ჩვენება იყო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების ტკივილი და ღირსება მომავალ თაობებს მემკვიდრეობად დაუტოვეს.